მოკლედ კაპიტან ლალი ახლა გაჩვენებთ ანუ როგორ შევდივართ შეფასებებში. ახლა მე დაგიშიარებთ ეკრანს. არა, ვიწერ საცი. და ახლა გაჩვენებთ. ესე იგი, უნდა შევიდეთ. ჩვეულებრივ როგორ შევდივართ ხოლმე JTUG-ზე, e-learning JTUG-ზე. ჩავთავ, ძალიან რო გაჩვენა. შევარ ელექტრონულ სწავლებაში, ანუ როგორ შედიხართ ხოლმე თქვენ გვერდზე. აი შემოსვლის, აი კურსორი სადაც მიმაქვს, ხო შემოსვლის ღილაკით, ანუ შევდივართ თქვენს გვერდზე. და ახლა ეს არის თქვენი გვერდი, ანუ ფანჯარა, სადაც ჩანს აბსოლუტურად ყველა ნებისმიერი აქტივობა, ნებისმიერი დავალებები, რომელიც გამოგზავნეს და ის მასალა, რომელსაც ვდებთ ხოლმე. ანუ კურსორით ჩამოვსკროლავთ, ანუ ჩამოვწევთ ფანჯარას ქვევით და ავირჩევთ სასურველ კურსს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ავირჩევთ ფინანსური ინფორმაციის საფუძვლები ენერგეტიკაში. ნუ არჩევით, აი, კურსორი მიმყავს და მარცხენა ღილაკზე ვაწვევი ერთხელ დაწკაპუნებით და შევდივარ. შემდეგ ქვევით ისევ ჩამოვსკროლავ და ავირჩევ. მაგალითად, ეს არის პირველი კვირა, მოცემულია თემა და დავალება. ლექცია ატვირთულია ის ლექცია, რომელიც მიცემული გვაქვს, ანუ ლიტერატურის სახით და გამოიტანს ლექციას. მე შემიძლია მე ეს ლექცია შევცვალო, აი გამოგვიტან ლექცია. მაგრამ ახლა ეს ამ ეტაპზე ეს არ მჭირდება და ამიტომ ისევ გადავალ. დავბრუნდები ისევ უკან. და ვნახოთ ახლა დავალება. ესეც ჩვენი დავალება, პირველი თემა. ერთხელ დავაძგაპუნე. დავალება, ნახეთ, აქ არის თვითონ ამას რომ დავაჭერ დავალება, რომელიც ატვირთული გვაქვს, რასაც ჩვენ თხოვდით და გავხსნი. ანუ შემიძლია ჩამოვიტვირთო დავალება, გავხსნა და ვნახო, ეს არის ჩვენ რაც დავდეთ. ერთხელ მოვნიშნავ და დავაძგაპუნებ მარცხენა ღილაკზე. გამომიტანს დავალებას, ეს არის ჩვენი დავალება, რაც გვაქვს ატვირთული. ჩავხურავ ამ დავალებას და როგორ ვნახოთ, ვინ გამოგზავნა დავალება. როდესაც შევდივართ დავალებებში, აი ნახეთ, submitted აწერია, აი ეს submitted, გასწვრივ რაც წერია 93, ნიშნავს, რომ 93-მა ბავშვმა გამოგზავნა დავალება. მთლიანად ანუ მონაწილე სტუდენტები არიან 397, მაგრამ 93-მა შეასრულა პირველი კვირის დავალება. შემდეგ წერია needs grading, რაც ნიშნავს, რომ შეფასება უნდა, ანუ ნიშნის დაწერას ითხოვე. როგორ გავიგოთ ახლა ვინ არიან და რა ნიშანს ითხოვე. ვაწკაპუნებთ დავალებაში, ნახეთ, აი ამ წითელზე view all submissions, რო თქვია, view all submissions, აი დავალებაში წითელზე view all submissions ერთხელ მარცხენა ღილაკით მაუსის და შეგვიყვანა ახლა დავალება. ცალკეც რო განსაზღვროთ აწერია თემა პირველი და დავალებაც არის პირველი. ანუ ეს არის პირველი კვირის დავალება. დავაძკაპუნებთ მაუსით, ჩამოვწევთ და ვნახულობთ ვინ შეაფასა. აი, მწვანე რაც არის შეფასებულები არიან. ზოგს უწერია ის სახელი, თუ ახლა დავალების ნახვა გვინდა, მარჯვენა მხარეზე კურსორი სადაც შემოაქვს, ესე იგი ეს არის ცხადაძე ლანა, მაგრამ მარცხენა მხარეზე ესე უფრო ადვილია და უწერია. ეს არის ცხადაძე ლანა და ჯგუფი უწერია 052008. არ ვიცი ესეთ ჯგუფი. აქ ელიაშვილი ნიკოლოზმა გამოგზავნა, აი 21, 71, 33. აქ დაწკაპუნება არ უნდა. შეფასებისას თუ გვინდა რომ შევაფასოთ და დავუწეროთ ქულა, იმ შემთხვევაში უნდა. მე მაგალითად რო გავაკეთოთ, ეხლა ცხადაძე ლანამ რო გამოგზავნა დავალება, ამას ვორდში აგაკეთებ და საერთოდ უნდა გაიხსნას და შეგვიძლია აქ დავუწეროთ, დავუშვათ 2 ქულა და save changes. და ეს ნიშნავს ამაზე დაჭერით save-ზე, რომ ანუ შეინახა, მაგრამ ნუ პრინციპში აქ არ გვინდა ჩვენ შეფასების დაწერა.
და ისევ დავბრუნდები ბექით უკან და ვნახავ ვინ გამოგგზავნ დავალება, ესე იგი ელიაშვილი, ხმელიძე 33 ჯგუფიდან, 33 ჯგუფიდან საგინაშვილი, ჯელაძე, ბარბაქაძე და ჩამოვყვები მთლიანად ამ გვარების მიხედვით ვინ გამოგზავნა დავალება. შემდეგ ანუ გადავალთ შემდეგ მეორე გვერდზე, თუ კი ვინმეა კიდე გამოგზავნილი და იმათაც ამოვწერ, ვინ გამოგზავნა, რომ მე ქულები დავუწეროთ. ანუ მწვანე ფერი რაც არის, აი მაგათ 33-დან კიდე ძალიან აქტიური ჯგუფი ყოფილა 33, ანუ ბევრს გამოგზავნია და აუტვირთია დავალებები. აი კუსიანი ანანო, ეს 46-2, ეს ჩემი ბავშვები არიან, ანუ ესენი ყოველთვის მისწრებიან ხოლმე და დადიან. ნახეთ განსხვავება. ვინც დავალება გამოგზავნა არის მწვანე ფერით, გაფერადებული, საბმიდით, ანუ ატვირთულია. თუ ნაცრისფერია, ესე იგი დავალება მას არ გამოუგზავნია. შემდეგ ბექის ღილაკით, ბექი აი აქ რომელიც არის ზევით სულ მარცხნივ. ზედა კუთხეში დავბრუნდები ისევ დავალებებში, ან შემიძლია დავალებებში დავბრუნდე, ნახეთ, აი თემა 1 ხო არის, ან პირდაპირ საფუძვლებზე დავაჭერ თემა 1 და გადამიყვანს ისევ დავალებებში. ეხლა გადავალ მეორე კვირაში, ანუ 1 კვირა ვნახე. მეორე კვირაში თემაურში ავირჩევ დავალებას, მარცხენა ღილაკზე ერთხელ დაწკაპნებით, გამომიტანა ფანჯარა, ისევ დავალება. ეს არის მე რა დავალებაც ავტვირთე, ანუ ჩვენი ატვირთული დავალება. ჩამოვწევ გვერდზე და ვნახავ, რამდენმა გამომიგზავნა წერია, ატვირთულია დავალებები, საბმითით წერია 76. ეხლა აი ამ წითელი ღილაკის არჩევით, სადაც წერია view all submissions, დავაწყაპუნებ მაუსით ერთხელ, გავხსნი დავალებებს და ჩამოვწერ, ისე ვნახავ, გამოგზავნია ცხადაძე, ელიაშვილი და სიას ჩამოვყვები ყველასი და ყველას დავალებები მარჯვენა მხარეს არის ატვირთული. თუ დეტალები დამჭირდება, დეტალებში შემიძლია ვნახო, ვინ როგორ გააკეთა. ამოვიწერ ყველას დავალებებს. მე მგონი, რა ვიცი, ეს არის, მეგონი გასაგებად ახსენე, თუ რაღაცა კითხვები არის, მე უკვე შეგიძლიათ, რომ ისევ მკითხოთ. ეს დავალებების შეფასება, ანუ ისევ დავბრუნდები, მე home არის ჩვენი მთავარი გვერდი, გაგვიყვანს მთავარ გვერდზე. My courses, რაც აწერი, არის ჩემი კურსები, ანუ რომელსაც ვუძღვებით და შესაბამისად კურსის არჩევით, შესაბამისად შევდივართ იმ სასწავლო კურსზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და რომლის დავალებებიც გვაინტერესებს. ნუ კითხვები თუ გექნებათ, რა ვიცი, რამდენად კარგად ავხსენე ქალწონებით, რომ და მე კიდევ გავიაროთ.